არ დაიჯეროთ თუ ვინმე გეტყვით, რომ თქვენ არ გიხდებათ მზის სათვალე. თუ გსურთ დისკომფორტის გარეშე დატკბეთ მზით, დაიცავით თვალები. ორიგინალურად შერჩეული სათვალე არა მხოლოდ შეუნარჩუნებს თვალს ფერადი გარსის კაშკაშა ფერს და ჯანმრთელობას, არამედ ხაზს გაუსვამს თქვენს შარმს და მიმზიდველობას. თუ თქვენ გადაწყვიტეთ სათვალის ყიდვა, გახსოვდეთ, რომ მოდაშია ოვალური და არა ოთხკუთხედი ჩარჩოები, რომ დიდ შუხსა და ცხვირს ფარავს მასიური მძიმე მუქი ფერის ჩარჩო. აპრეხილ ცხვირზე კი სათვალის რკალი ოდნავ აწეული უნდა იყოს. გახსოვდეთ, თქვენ ყოველთვის მოგიხდებათ სათვალი, რომელიც თქვენი სახის ოვალს იმეორებს. ტელერეცეპტით თავაზობთ თქვენი გარეგნობის შესატყვის სათვალეს. და მაინც, როგორი სათვალე უფრო მოგიხდებათ. თუ თქვენ სპორტული აღნაგობა გაქვთ და ატარებთ გადაწეულ თმას, ოვალური ჩარჩოების მქონე სათვალე უფრო შეგეფერება. სათვალე ნას გამომეტყველებას მოგანიჭებთ. თუ თქვენ შუბლზე გადმოწეულ შეჭრილ თმას ატარებთ, თქვენი სათვალის ზედა ნაწილი აუცილებლად სწორხაზოვანი უნდა იყოს, ხოლო ქვედა მომრგვალებული. სათვალის ბუდის ფერსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ თქვენ ქერაბრძანდებით, უნდა შეარჩიოთ ღია ფერის ბუდე, ხოლო თუ მუქი თმა გაქვთ, შესაბამისად ბუდეც მუქი უნდა იყოს. ტალღისებური თმის მქონედ ნებისმიერი ფორმის სათვალის ტარება შეუძლიათ, მხოლოდ სათვალის ზომა უნდა შეირჩეს თმის სიგრძის მიხედვით. რაც უფრო გრძელია თმა, მით უფრო დიდი დიამეტრის სათვალის ტარება შეგიძლიათ და პირიქით. მრგვალსახიან ქალებსა და მამაკაცებს არ ურჩევთ მრგვალი ფორმის სათვალის ტარებას. სექსუალურ გამომეტყველებას მოგანიჭებთ სათვალე ოდნავ ჩამუქებული ლინზებით. მხოლოდ უნდა გავიწყდებათ, რომ ამგვარი სათვალის ტარება შებინდებისას მალე ღლის თვალებს. გსურთ იყოთ მიმზიდველი და ამოუცნობი. ენდეთ მაესტროს ტელერეცეპტს და სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედავთ.